მკვლელობა გარდაბანში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი არაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარი გახსნილია. რუსუდან ლოლაძე ჩაგორთვება ახლა, რომელიც დეტალებს მოგვიყვება. დიახ, მკვლელობა გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოში მოხდა. მოკლულია 27 წლის მამაკაცი, მას ცივი არაღით ერთი ჭრილობა მიყენებული აქვს ყელის არეში. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის გადმოსვენებულია მის საცხოვრებელ სახლში. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ გარდაცვლილის ახლობლებს, მისი ოჯახის წევრებს. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის უშუალოდ შეესწრო მკვლელობის ფაქტს, თუმცა მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს. როგორც მეზობლები აცხადებენ, სავარაუდოდ მკვლელი იყო ნასვამ მდგომარეობაში და მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მე იქ ვიყავი, ყველაფერი დავინახე, მე ჭირა ხელებში და დანა დაარტყეს, არ ვიცი ნასვამები იყვნენ თუ არა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, ცოტა დალიეს, შელაპარაკება მოუვიდა და ამ დროს მოკლეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ვე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და მისი დაკავება სამართალდამცავებმა ცხელკვალზე მოახერხეს. ეთერში რუსუდან ლოლაძე საუბრობდა.